მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ასტროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით უახლოეს პერიოდში რა მთავარი გაფრთხილება არის თქვენთვის, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. გაშლას გავაკეთებთ კონკრეტულად სლავური დასტით, რომელიც კონკრეტული მიმართულებით არის და იქნება ინფორმაცია თქვენთვის მოწოდებული. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 2 ვარიანტი. შესაბამისად, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ციფრი. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. მაშასადამე, პირველი ვარიანტი და რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი. თქვენთვის 2 ვარიანტის კატეგორია, შეხედეთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. გააკეთეთ არჩევანი ის, რომელიც უფრო თქვენთან ახლოს არის, რომელიც მეტად მიგიზიდავთ და შესაბამისად მიიღეთ ინფორმაცია ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის. დავიწყოთ პირველი ვარიანტის შემთხვევაში. პირველი ვარიანტის შემთხვევაში აქ არის ნაჩვენები მდგომარეობა, როდესაც თქვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ სიტუაციაზე, სადაც ყოველდღიურობაში იმყოფებით. სანამ კონკრეტულად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ და რაიმე ქმედებას განახორციელებთ, მეტი დაფიქრება გმართებთ. უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არის იყოს სიტუაციურად გამოცდა თქვენი, რამდენად მზად ხართ, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ეს იქნება სამსახურეობრივი სიტუაციის კუთხით, როდესაც შეიძლება სამსახურის სიტუაციის კუთხით გამოგცადონ, რამდენად მზად ხარ პასუხისგებლობისთვის, ხო? რომ უფრო მეტად წინ წაიწიო, ესე ვიტყოდეთ. თუ არ მუშაობთ, მსგავს შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს ზოგადად ურთიერთობების თემებში გამოცდა, შესაბამისად მოვა ადამიანის სახით. ეს იქნება მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, არ აქვს მნიშვნელობა. თავარი არის, რომ თქვენთვის პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში გამოცდის სახით არის მოსული სიტუაცია, რომ გაიზარდეთ თუ არა. უფრო მეტი გონივრულობა გმართებს, უფრო მეტი ლოგიკური აზროვნების ჩართულობა გმართებს. შენ თუ მაქსიმალურად თავშეკავებულობას გამოიჩენ, ემოციებს არ მისცემ საშუალებას, რომ გაჯობოს გარკვეული კუთხით, ჩათვალე, რომ თემა გადალახული გაქვს. თავარი გაფრთხილება არის, შენ ქმედებებს მიაქცია მეტი ყურადღება. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაცია და რა თქმა უნდა მეორე ვარიანტისთვის არსებული თემა. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის აქ რაც არის ნაჩვენები, უახლოეს პერიოდში უფრო მეტი ყურადღების მიქცევა იქნება გარშემოყოფებისგან თქვენთან მიმართებაში. იქნება მომენტები, როდესაც ეცდებიან ადამიანები თქვენ ცხოვრებაში ზედმეტად ცხვირი ჩაყონ, ზედმეტად დაინტერესდნენ და თქვენზე ინფორმაციები მოიპოვონ, ხო? ეცადეთ, რომ არ მისცეთ საშუალება არსებულ ადამიანებს თქვენ ცხოვრებაში რაიმე კუთხით ცვლილებები შემოგიტანონ, რაიმე კუთხით დაგიწესონ წესები, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში არსებული კარტი მოასწავლებს ესეთ მდგომარეობას, როდესაც ყველა ეცდება თქვენთვის ჭკუის დარიგება სიტუაციური კუთხით, ყველა ეცდება თავისი გარკვეული წვლილი შეიტანოს თქვენ ცხოვრებისეულ საკითხებში. რეალურად თქვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი ხართ, საკმაოდ კარგად მოაზროვნე, შესაბამისად არ გჭირდებათ რომელიმე სხვა ადამიანებისგან მითითებების მიღება. იყავით მყარ პოზიციაზე ის, რაც გინდა ცხოვრებისეულად, რა მიმართულებაც თქვენ სწორად მიგაჩნიათ, არ გადაუხვიოთ არსებული გზიდან. სხვისი ხუშტურების გამო და სხვისი მოთხოვნილებების გამო უარი არ თქვათ საკუთარ სიტუაციებზე. თავარი გაფრთხილება მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზუსტად არის ის, რომ სხვების მაყურებელი არ დაკარგოს საკუთარი თავი. აი ასეთი იყო არსებული ვარიანტები, პირველი და მეორე ვარიანტი. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.